მართლა ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება, როდის გაიხსნება ფარდა და როდის დავიწყებთ სპექტაკლებს. ბალეტი და ზოგადად ეს სფერო ჩემთვის ყველაფერი არის, იმიტომ რომ ოჯახიდან მოვდივარ, რომელისგანაც ყველა მოცეკვავე არის და საერთოდ არც ბავშვობიდან არც გადამიწყვეტია, არც მქონია იდეა, რომ რა უნდა გამოსულიყავი რა, იმდენად ჩემი ნაწილი არის ეს ყველაფერი, ესე ვიტყოდი, რომ ჩემი ცხოვრება არის ბალეტი. ეს პერიოდი, როდესაც მე უკვე მიწვევით ჩამოვდივარ და ვცეკვავ თბილისში, ქართული მაყურებლის წინაშე, ალბათ ესეც ერთ-ერთი ყველაზე გარდამტეხი მომენტი არის ჩემი კარიერისთვის. და მადლობა მინდა აქედან გადავცე ქალბატონ ნინო ანანიაშვილს და მთელს მის გუნდს, რომელიც არ წყვეტს ჩემთან კონტაქტს, რომ ქართული მაყურებლისთვის ეს კარგი სანახაობები შევთავაზოთ. ქართული პუბლიკა, როგორც დედა და მამა და ოჯახიდან მოდიოდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ მაინც რაც არ უნდა გავაკეთო, ყველაფერი ჩემი საქართველოსთვის და ჩემი ხალხისთვის მინდა. ამიტომ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ამ სცენაზე და ზოგადად აქ ცეკვით ვგრძნობ, ეს ყველაზე განსხვავებული და ყველაზე საუკეთესოა. აქაურობამ გამაცნო თქვენი ბრენდი და ესეთ დიდ პროექტს ასპონსორებთ და არის საშუალება, რომ თუნდაც მე რომ ჩამოვიდე და შევასრულო სხვადასხვა ბალეტები ამ სცენაზე და მადლობა ბალეტის განვითარებისთვის. არტისტები არის თქვენი შრომავალი ბალეტსა და თქვენ ბრენდს შორის, იმიტომ რომ როგორც მსახიობს როლის კარგად შესრულებისთვის ვიზუალური მხარეც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ეს ბრენდი ეხმარება არტისტებს ვიზუალურ მხარეს განვითარებაში და სცენაზე წარმოჩენისთვის.